თქვენი განწყობისთვის, თქვენი განტვირთვისთვის, თქვენი სიამოვნებისთვის, თქვენი ოპტიმიზმისთვის. შეისვენეთ და გაატარეთ ლანჩტაიმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. დღემშვიდობის მოგესალმებით ყველას, ნინი ხუგაშვილი და დღის საინტერესოდ იმედიანად და იღბლიანად გატარებას გისურვებთ. გადაცემის მიწურულს ტრადიციულად გელოდებათ ლანჩ მენიუ და ვიქტორინა. ახლა კიდე შეეხება მთავარს, არ დაგავიწყდეთ ჩახუტება და სითბოს გამოხატვა. ყველასთვის, ვინც გიყვართ, ვინც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვისაც უბრალოდ ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. დღევანდელი ლანჩ ტაიმით კი შევეცდები მოტივაცია და პოზიტიური გზავნილები მივმართო მათგან, ვისაც სამწუხაროდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და მოდით ბრძოლის უნარი შევმატოთ კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე. მათ ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს კი მივცეთ რჩევები ურთიერთობის სწორად ფორმირებისთვის. ჩაეხუტეთ მათ სწორედ ახლა ამ წუთს და უთხარით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა პირველ რიგში თქვენ თავად უნდა დაიჯეროთ ალბათ ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ალბათ ასევე დამეთანხმებით, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იმდენად პირადი თემაა, რომ მასზე ღია და საჯარო თითქმის არ საუბრობენ მით უფრო საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონები. არ და ბუნებრივია მათაც გაიარეს ისეთივე გზა, როგორც ნებისმიერმა ჩვენგანმა ასეთ პრობლემასთან პირისპირ აღმოჩენისას. გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იქნება ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, მეორე ნაწილში კი ჟურნალისტი და BBC-ის პროდიუსერი ნათი აბრამია. მზად არის ჩაგვერთოს ლონდონიდან და მისი მეორე ნახევრის, ასევე ცნობილი ჟურნალისტის ირაკლი იმნაიშვილის მძიმე დიაგნოზსა და თუნდაც ფსიქოლოგიურ გარდატეხებზე ღიად მხოლოდ იმიტომ ისაუბროს, რომ ამით სხვაებს დახმარება გაუწიოს. სატელეფონო ხაზია უკვე ქალბატონი ნანა ჩაჩუა, მოგესალმებით. მოგესალმებით, რადიო მსმენელებს. ქალბატონი ნანა, პირველ რიგში უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ქალბატონი ნანა, როცა ექიმი ვერდიქტის სახით დიაგნოზს წინდებს, ალბათ პირველი რეაქცია ამ დროს ერთგვარად შოკის მომგვრელია, როგორც პაციენტისთვის, ასევე მისი უახლოესი ადამიანებისთვის. რას ურჩევთ თქვენ, რა უნდა გააკეთოს თავად პირველ რიგში პაციენტმა? პირველ რიგში ძალიან ვეთანხმები იმას, რომ ავადმყოფმა უნდა იცოდეს მისი დიაგნოზის შესახებ და ასევე ახლობლებსაც. ეს ყოველთვის უნდა უთხრათ, მაგრამ უნდა უთხრათ როგორ, ეს კი უნდა. რა როლი აქვს თავად ექიმს ამ მდგომარეობაში? როგორ? რა როლი აქვს თავად ექიმს ამ მდგომარეობაში? დროს აქვს ექიმს ზუსტად ექიმის როლი. ეს როლი რაში მდგომარეობს, რომ პაციენტი მისთვის უპირველეს ყოვლისა არის პიროვნება. არის ის ადამიანი, რომელიც იმსახურებს იმას, რომ მან იცოდეს თავის შესახებ ყველაფერი. იცოდეს ის, რაც მის თავზე ხდება, იმიტომ რომ არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ ის მოვატყუილოთ. და ექიმის უპირველესი მოვალეობა ეს არის, მაგრამ თავარია როგორ ეტყვის, როგორ მიაწვდის. იმიტომ რომ ერთი და იგივე აზრი შესაძლებელია იმის მიხედვით, რა ფორმით გამოხატავ, რა დამოკიდებულებით გამოხატავ, ერთ შემთხვევაში მალადო იყოს და მეორე შემთხვევაში მართლაც ტყვია. ამიტომ თუ ადამიანი შეთვის მნიშვნელოვანი, მისი პერსონა შეთვის მნიშვნელოვანი არის და ზოგადად სიყვარული გაგაჩნია, მაშინ შეიძლება აუცილებლად შეძლებ იმის თქმას, რაც არის, რაც რეალურად არის და ამავე დროს ადამიანში, რომელიც ყოველ ადამიანში არის, ყველაში არის სასიცოცხლო რესურსი, აი ამ სასიცოცხლო რესურსის აქტუალიზაციას მოახდენ შენი სიტყვებით. იმიტომ რომ ადამიანს ამისი რესურსი რომ გადაიტანოს, გადასატანი ყოველთვის აქვს და სხვათა შორის რელიგია ამას ძალიან კარგად გამოხატავს რა სიტყვებით. ღმერთი არავის არ მოულეს იმ განსაცდელს, რომლის გადატანას შეუძლია. ეს არის ის დათქვამი, რომელშიც საყოველთაოდ მიღებული და აი კაცობრიული გამოცდილებიდან ადამიანის შესაძლებლობებიდან არის დასკვნა გამოტანილი. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ყოველთვის, ყოველი ადამიანი ღირსია იმისა, ის აუცილებლად იმსახურებს, რომ თავის შესახებ ყველაფერი იცოდეს და კიდევ ხაზგასმით აღნიშნა. ოღონდ ეს უნდა ითქვას უაღრესად, დიდი კეთილშობილებით, მისადმი დიდი ნდობითა და პატივისცემით. სიტყვებს, რომელსაც
სიყვარულს გაატარ, ის ყოველთვის მიდის ადრესატამდე. მიდის იმ მიზნით და მიდის იმ გზით, რომ იქ აუცილებლად საპასუხო რეაქცია იქნება. რა არის ეს საპასუხო რეაქცია? საკუთარი თავისადმი თვითპატივისცემა, სიყვარული, ეს უკვე ენერგია. აი ეს არის უკვე ფსიქიკური ენერგია. კაპტენ ალბათ პირველ რიგში იქნება ეიფორია, გარკვეული შოკიც თავისთავად როგორც პაციენტის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის. თქვენ როგორც აღნიშნეთ, თქვენივე საუბრიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ამ შემთხვევაში რწმენას, როგორც საკუთარი თავის, ასევე იმ პერსონის, ვისაც ესა თუ ის პრობლემა აქვს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მიუდგნენ ოჯახის წევრები? მე მესმის, რაც არ უნდა იყოს ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ უნდა მოძებნოს სწორი ფორმა, მაგრამ რომელია ეს სწორი ფორმა? უნდა შევიცოდოთ, ვუთხრათ, ვუთანაგრძნოთ, რომ მაინც და მაინც რატომ დაემართა მას და შევიმჩნიოთ თუ რაც რა უნდა მოუძებ? რა უნდა გავაკეთოთ? არა, შეცოდება არა, იმიტომ რომ საკუთარ თავში უნდა დავმალოთ ალბათ ეს ხო? არა, არც უნდა გაგიჩნდეს შეცოდების გრძნობა, იმიტომ რომ მე მგონია უამრავი შემთხვევა იმისა, როდესაც აი პაციენტის პატრონს მოვლეს, მოუმართავს ჩემთვის, როგორ უთხრა, როგორ გავაგებიო, რა ვქნა, როგორ განვიცეთ, აი ახლა ზუსტად აი ამ რამოდენიმე წუთის წინ მე დავტოვა ერთ-ერთმა ჩვენმა კლიენტმა, რომელიც თავის საკითხებთან დაკავშირებით იყო ჩემთან მოსული, მაგრამ არ მითხრა, რომ ბაბუამის აქვს ავთვისებიანი სივსივნა და ცრემლები მოერია, როცა ამას ლაპარაკობდა და მე მაშინ ვუთხარი, რომ აი თქვენ ახლა მოგეცათ საუკეთესო საშუალება ამ უბედურებაში არსებობს ასეთი უბედურების ბედნიერება. უბედურების ბედნიერება ის არის, როდესაც რაიმე განსაცდელს, თუნდაც აი რაღაც კონკრეტული მომენტისათვის დარქმეულ უბედურებას. გამოსავალს მოუძებდი, ანუ სწორად მიუდგები მას, სწორად გაიგებ. ზუსტად ისე პასუხობ ამ განსაცდელს, როგორც აი მას სჭირდება, ამ განსაცდელს სჭირდება, რომ შენ თავად იქედან გამოხვიდე. და მე უთხარი, ურჩიე მას, რომ ბებიას აუცილებლად უთხარით, რომ აი ბაბუას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, იმიტომ რომ გაურკვევლობაში არის ამ დროს მეუღლე. ცოლი გაურკვეველ მდგომარეობაშია, ის ეძებს კიდევ ექიმებს, ეძებს რაღაც გამოსავალს და უთხარი აი ეს ენერგია განათავსეთ იქამდე, რომ ჩვენ ყველანი ადამიანი ბოლოს და ბოლოს სიკვდილის შვილები ვართ, ოდესმე ეს დრო აუცილებლად დადგება, მაგრამ ბედნიერია ის, ვის განსაკუთრებით ბოლო მომენტისათვის იგრძნობს სიყვარულს, პატივისცემას, სითბოს, სიმხნევეს და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებისაგან, არა შეწუხებულებს დაინახავს, არამედ დაინახავს ენერგიით სავსეს, სიმხნევეს, დაინახავს მისადმი მზრუნველობას და არაფერი სხვა არ ჭირდება ადამიანს, ამ ქვეყნიდან წამსვლელ ადამიანს ბოლო მომენტისათვის, როგორც ეს. და ასეთი გამონათქვამი არსებობს, რომ ნურავინ ნუიტყვის სიკვდილამდე ბედნიერიაო, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო მომენტი არის. აი როგორ ჩვენს ირგვლივ რა ტრიალებს, ის კი არა მთავარი, რომ მე ავთვისებიანი სიმსივნე თუ რაღაცა უკურნებელი სცენით ვარ დაავადებული. მთავარი არის, რომ ამ დაავადების პროცესში, ამ დაავადების მომენტში მე რას ვღებულობ იმ ადამიანებისაგან, რომლებთანაც მე სიყვარული მაკავშირებს. ეს არის პაციენტების პოზიცია. მაკავშირებს. აი ესაა. როგორ შეიძლება რაღაცა ასეთი ტიპის პრობლემას მოუძებნო გამართლება, მაგრამ რა შეიძლება დავიჭიროთ იქ დადებითი, თუნდაც იმ კუთხით, რომ გადავაფასოთ ცხოვრება, მივცეთ მათ რჩევები ამისთვისაც. ესეთ რა ამ დროს ადამიანებს ასე ვთქვათ, თავად ავადმყოფებს, ვინც არიან ავად, აი თქვენ ირაკლი მნაიშვილის შესახებ ლაპარაკობდით და ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ თავისი ტკივილგამაყუჩებლები მიიღოს და ამაზე იყოს ორიენტირებული და შრომითი აქტივობა წარმართოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყოველ დღეს, ყოველ წუთს თავისი სიცოცხლისას უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და
ჩვენ ასე ვართ, ჩვენ იმისათვის ვართ ამ ქვეყნად მოსულები, რომ ყოველი წუთი და ყოველი წამი ჩვენი ცხოვრების გამომხატველი იყოს, ჩვენი სიცოცხლის მატარებელი იყოს და ამისათვის რჩევა არის ესეთი, ყოველთვის არის ეს, გნებათ რჩევას ჩათვალეთ, გნებათ იმ ჭეშმარიტების გაცხადებისა, რომელიც აუცილებელია რომ გაცხადდეს. აი სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ვიდრე ბოლო წუთი არ იქნება მანამდე და ბოლო წუთამდეც კი, ბოლო მომენტამდეც კი ადამიანს აქვს სიცოცხლისადმი ნდობა. არავინ არ არის, არც ერთი მომაკვდავი ადამიანი და მე სიტყვა მომაკვდავს როცა ვლაპარაკობ, ყველა მომაკვდავი არის. აი ვინც ახლა სადღაც დაარბის, სადღაც მღერის, სადღაც რაღაცას აკეთებს, ღრმა ფილოსოფიური დიდი განსჭით, ყველა მომაკვდავია, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმ კონკრეტულ მომენტზე, როდესაც დაუძლურებული არის ადამიანი, რომ ეს უძლურებაში იმყოფება, აი მაშინაც კი ადამიანს არასოდეს არ აქვს განცდა, რომ ეს მომენტი ეხლა. ყოველთვის აი მთელი ეგზისტენციალური არსებობის არსიდან გამომდინარე, აი ამ ყოფიდან გამომდინარე, კი, მე ვხედავ, ჩემი მომვლელი პატრონი ვხედავ, რომ ეს ბოლო მომენტებია, მაგრამ მისთვის ეს ბოლო მომენტი მაინც არ არის ეს მომენტი. ის ყოველთვის იქეთაა, სადღაც არის. სადღაც არ კონკრეტდება. ამიტომ ადამიანის ამ ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ მის ირგვლივ მყოფები ყოველთვის უნდა ვიყოთ ოპტიმიზმით სავსე, მისი თანადგომები უნდა ვიყოთ, მაგრამ არც ერთი წუთით შებრალება. შებრალება ეს არის ამ შემთხვევაში და საერთოდ უმეტეს შემთხვევაში უფრო ჩაფლობა მის პრობლემაში და მყოფი ადამიანის სიმაღლეზე მყოფი ადამიანის თავისებურება, შებრალება არა, თანაგრძნობა, თანადგომა. ამ პრობლემას მაინც და მაინც გადავიღოთ მხოლოდ უიმედო პაციენტების ჭრილში ძალიან ბევრია ქრონიკულად მოავადე ადამიანები, რომლებიც თავს რატომღაც ითრგუნავენ უიმედო მდგომარეობაში, თვლიან, ფიქრობენ, რომ ამით ცხოვრება დასრულდა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიეცით რჩევები ოჯახის წევრებს, მაგრამ პირველი რითიც დავიწყეთ ჩვენი ასე ვთქვათ საუბარი, რა უნდა გააკეთოს პაციენტმა პირველ რიგში ამ დროს? პირველ რიგში თავის საყვარელი საქმე რაც იქნება, სულ ერთია მნიშვნელობა არ აქვს, აი ამ საქმეს უნდა მიმართოს და ეს არის ნებისმიერი სფერო. შეიძლება სულ უბრალოდ მძივებით ააწყო რაიმე და გააკეთო და შეიძლება დიდი სამეცნიერო ნაშრომი შექმნა ამ დროს. ანუ რაც ხელგეწიფება, აი ეს უნდა გააკეთო და შენს ახლობლებთან ურთიერთობაში უნდა იყოს ძალიან ღია, ძალიან გახსნილი. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ფსიქოლოგი ნანა ჩაიჩუა საუბრობდა რადიო იმედის ეთერში გადაცემაში Lunch Time-ით, თუმცა ამ ყველაფერს დავამატოთ ისიც, რომ ყველაფერი იქნება კარგად, აუცილებლად უნდა უთხრათ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს იმისთვის, რომ რწმენა უფრო მეტად გაღრმავდეს და როგორც ვთქვით, რწმენას აქვს უდიდესი ძალა. ჩვენ სულ ცოტა ხნით შევისვენებთ, წინ გელოდებათ საინფორმაციო გამოშვება ქვეყანაში მიმდინარე მთავარი თემების მოკლე მიმოხილვით, აი ამის შემდეგ კი უკვე ჟურნალისტ ნათია აბრამიასთან ერთად დაუბრუნდებით და გავიგებთ როგორ გადალახეს მათ ცხოვრებაში, როგორც თავად ნათია უწოდებს ბლოგში ოჯახის მდგმურად ქცეული ჰეპატიტი ირაკლი იმნაიშვილისთვის, როგორ გადალახეს, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ და რა პოზიტიურ გზავნილებს დაუტოვებენ ჩვენს მსმენელებს. ისინი გავიგებთ სულ ცოტა ხანში დარჩით ჩვენს ტალღაზე. შეისვენეთ და გაატარეთ Lunch Time-ი ნინი ხუგაშვილთან ერთად. დღემშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გრძელდება შაბათის Lunch Time რადიო იმედის ეთერში. გახლავართ ნინი ხუგაშვილი და დღეს საუბრობთ თემაზე ცხოვრების წესად ქცეული დიაგნოზი. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? როგორც პაციენტმა, ასევე მისმა ოჯახის წევრებმა, მისმა გარემოცვამ იმისთვის, რომ ეს რწმენა და იმედი არ დაეკარგოს და პირიქით უფრო მეტად გახდეს ბრძოლის უნარიანი ამ ყველაფრის მიმართ. ჟურნალისტი და BBC-ის პროდიუსერი ნათია აბრამია მზად არის ჩაგვერთოს ლონდონიდან და მისი მეორე ნახევრის, ასევე ძალიან ცნობილი ჟურნალისტის ირაკლი იმნაიშვილის დიაგნოზსა და თუნდაც ფსიქოლოგიურ გარდატეხებზე ღია ისაუბროს მხოლოდ იმისთვის, რომ ამით ცხოვრებს გაუწიოს დახმარება. სატელეფონო ხაზია უკვე ნათია აბრამია. ნათია, მოგესალმებით.
მოგესალმებით. და ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა თქვენ. წლების წინ ირაკლი იმნაიშვილს უთხრეს, რომ ჰქონდათ C-ჰეპატიტი. დღეს კი ორივე თქვენგანმა გადაწყვიტეთ, გააკეთოთ ბლოგი მათთვის, ვისაც რაიმე ფორმით შეეხოთ C-ჰეპატიტის პრობლემა. ვინც აპირებს, ჩაიტაროს ინტერფერონ თერაპია ან გადის მკურნალობის კურსს და ამით გაუწევთ მათ ერთგვარი დახმარება და გიდობაც კი. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ეს მართლა ძალიან კარგი საქმე წამოიწყეთ და მოდით, თუ შეიძლება დავიწყოთ თავიდან. იმ დროიდან, როცა ირაკლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა. როგორ მიიღო მან ეს, როგორი იყო დამოკიდებულება თქვენი მხრიდან და დღევანდელი გადასახედიდან? შეცვლიდით თუ არა მიდგომებს? ირაკლი წერს, რომ სწორედ თქვენ გიხდით უდიდეს მადლობას, რადგან თქვენს გარეშე ის უბრალოდ აყრიდა ფარხმალს. ძალიან დიდი მადლობა სამისთვის. რა თქმა უნდა, ეს დღე იყო ძალიან მძიმე და ეს პერიოდი მთლიანად იყო ძალიან მძიმე ჩვენთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში, იმიტომ რომ არ ჰქონდა დიაგნოზი. ესე იგი, შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო C-ჰეპატიტი საკმაოდ შორტწასული ფორმის, მაგრამ დაავადება გამოვლინდა ძალიან მწვავე ანთებითი პროცესის ფონზე. და ექიმებმა ვერ გაიგეს რა ხდებოდა, რა ცვლილებები ხდებოდა მის ორგანიზმში. ამიტომ ყოველ დღე გვეუბნებოდნენ ახალ დიაგნოზს, ყოველ დღე გვამისამართებდნენ სხვადასხვა კლინიკაში და ეს გრძელდებოდა საკმაოდ დიდი ხნის, თითქმის მთელი თვის მანძილზე, რაც ძალიან მძიმე იყო მისთვის. და ასევე მთელი ოჯახისთვის თავიდან ხუმრობით უყურებდა, ამბობდა, რომ აი მე გადმომეცემა ჯილდოდ მალარია, არა, მალარია არ გადმომეცა ლეიშმანიოზზე, ხუმრობით აცხადებდა ხოლმე. შემდეგ დაგვიბარებდნენ და გვეტყოდნენ, არა, ლეიშმანიოზი კი არა აქვს რაღაც სხვა ბრუცელოზი და ამაზე პირველი პერიოდი ძალიან იმუნური გდებოდა ამ საკითხს, მაგრამ ეს არ დასრულდა. იმის გარკვევა თუ სინამდვილეში რა დაავადება აქვს და იმ დროს, როდესაც მივედი C-ჰეპატიტამდე, იყო აბსოლუტურად გამოფიტული და ფსიქოლოგიურად ძალიან დათრგუნული და ამან გაართულა, რა თქმა უნდა, მისთვისაც და ჩვენთვისაც ამ დაავადებასთან ბრძოლა. მაგრამ რა ვიცი, ვართ ძალიან კარგად ჯანმრთელად, გვაქვს ძალიან ბედნიერი ოჯახი და შევძლებთ ამ დაავადებასთან ერთად ვიცხოვროთ ისე, რომ სრულფასოვანი იყოს ჩვენი ცხოვრება, რაც ალბათ ყველას გამოუვა, ვინც ასევე პოზიტიურად შეხედავს თავის პრობლემას. ეს ერთგვარი მარჩიალობა ექიმების მხრიდან ბუნებრივია ისახებოდა, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თქვენ თავად რას აკეთებდით ამ დროს? როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ? მე საერთოდ ბავშვობაში დედამ მასწავლა, როდესაც რაღაც გჭირს, უნდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღო ამ დაავადების შესახებ. და როდესაც პატარები ვიყავით 10-11 წლის, და ჩემ და ჩუტყავილა რო ქონდა, გაძლევდა ხოლმე ლიტერატურას ჩუტყავილაზე და მამამ უნდა წაგვეკითხა, აი რა დაავადება გვაქვს, აი რა გჭირს, რატომ არის ეს დაავადება, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში და შესაბამისად აი ამ კულტურაში გავიზარდე და ყველა დაავადებაზე რომელიც როდესაც მას ეუბნებოდნენ, რომ იყო მისი საბოლოო დიაგნოზი, ზაგროვდი ინფორმაციას, მაგრამ მეორე დღეს დიაგნოზი იცვლებოდა და ვიწყებდი ახალი წიგნის კითხვას, ან ახალი თავის კითხვას. ეს იყო საკმაოდ მძიმე, მაგრამ მაინც ვიყავი ასე თუ ისე ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება ახლა მის ორგანიზმში. ამის შემდეგ გაკეთდა დასკვნა, რომ ეს არის C-ჰეპატიტი და დაიწყო C-ჰეპატიტის ინფორმაციის მოგროვება. მაგრამ უთხრეს, რომ არის იმდენად შორტწასული ფორმა, რომ მისი ან მკურნალობა, ან რაიმე სახით ქრონიკულში გადაყვანა არის შეუძლებელი. ეს იყო ექიმების განაჩენი პირველ ეტაპზე. უთხრეს, რომ მას აქვს ისეთი სტადია, როდესაც ის უბრალოდ უნდა დაელოდოს იმას, რომ ნელ-ნელა ტერმინალურ ფაზაში გადავიდეს მისი დაავადება. რაღაცნაირად მიჭირს სიტყვების. ანუ ექიმებმა მისცეს მიმართულება, რომ ის ბოლომდე მოშვებულიყო. რაც ამას გამოიწვია ის, რომ ის ბოლომდე მოეშვა. შესაბამისად, მე ამ პერიოდში ვეძებდი სწორ ექიმს, ვეძებდი ისეთ ექიმს, რომელიც უფრო ჯანსაღად შეაფასებდა სიტუაციას, მისი ანალიზების სერვას გავაკეთე და ყოველ დილით მივიდოდი სხვადასხვა ექიმთან. ყოველ დღე ახალ ექიმს ვანახებდი ამ საბუთებს. ყოველი ახალი ექიმი მეუბნებოდა რაღაც ახალ, უფრო დრამატულ, უფრო ესეთ რა ქვია, თეატრალურ ძალიან ლირიულ განვითარებას ალბათ ამ პრობლემისთან. მაგალითად, ძალიან ემოციურად მეუბნებოდა, რა შვილო მეც ისე მომწონს ეს ბიჭი ეკრანზე ისე მომწონდა ამ ანალიზის პასუხებს რომ ხედავ შენთან ერთად გული მიკვდება. ამიტომ ეს არ გჭირდება ექიმისგან, გჭირდება ძალიან პროფესიონალური, ძალიან ძალიან კონკრეტული საუბარი. და საბოლოო ჯამში მე მივაგენი ექიმს, ეს კოლოზავაშეკის ჰეპატოლოგი, რომელმაც ძალიან კონკრეტულად მიპასუხა. მოვიდეს
შევხედავ, გავსინჯა, ცხოვრების წესზე დაველაპარაკები, დიეტაზე დაველაპარაკები, ეხლა რაღაც ანთების პროცესი მიდის მწვავე, ეს ჩაწყება, მერე გამოჩნდება, როდის შეიძლება დავიწყოთ მკურნალობა. აი ძალიან კონკრეტული იყო მისი პასუხი და მე დავიჯერე ეს პასუხი და მინდა ირაკლის მასთან მისულიყო, მაგრამ ირაკლი იყო ისეთი ემოციურად გადაწურთული, რომ არ მიდიოდა სხვა უკვე აღარ უნდოდა კიდევ ერთი ექიმის ნახვა. და შესაბამისად გახდა ძალიან რთული, რომ მის დამერწმუნებული წასულიყო ელზასთან. აი სწორედ ამ დროს ძალიან უცნაურად თქვენ გადაცემაში სწორედ ნანა ჩაჩუა იყო ღებულობდა მონაწილეობას პირველ ნახევარში, იმიტომ რომ როდესაც არაფერმა ავიშალა, მე წავედი ნანა ჩაჩუასთან, რომ მისთვის მეკითხა, აი ასეთ სიტუაციაში ჩემს ადგილას ის რას იზამდა. და მან მომცა ძალიან ბევრი ლიტერატურა და რჩევა, რომელსაც მე მივხვდი, როგორ უნდა მელაპარაკა ირაკლისთან ისე, რომ ის მისულიყო მაცხელი არ ჩაექნია. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება მაშინ. და რა იყო ეს მიმართულება, რომელიც მოგცეთ ნანა ჩაჩუამ? რა უნდა გაგეკეთებინა თქვენ იმისთვის, რომ ირაკლი უფრო მეტად გამხდარიყო ბრძოლის უნარიანი და როგორც თავად აღნიშნეთ, არ ჩაექნია ხელი ამ გადაცხოვრებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრმა გაიგოს ეხლა რა ხდება პაციენტის ტვინში, პაციენტის ემოციაში. ეხლა რაზე ფიქრობს პაციენტი, ეხლა როგორ ეგუება ამ დაავადებას. პირველი ეს არის ბრაზი, ის ძალიან ბრაზდება, რომ აი ესეთი რამ მას დაემართა, ეცებს მიზეზს რატომ, ეს ეპარება ეჭვი ყველაფერში. აქ ხდება უკვე ძმენის საკითხი, ხდება უკვე საკუთარი მომავლის შეფასების დანახვის ყველაფერია, ყველა ეგზისტენციალური შეკითხვა ერთდროულად იბადება და ამ დროს ძალიან ძნელია, როდესაც ვიღაცაში მას ესეთი ძალიან გაბადრული ოპტიმისტური სახით ეუბნება, კარგი რა, ყველაფერი კარგად იქნება და ცდილობს რომ თითქოს თავისი აზრი მოახვიოს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ იმ ფაზაში, იმ ტალღაზე გადახვიდე, რა ტალღაზეც არის პაციენტი, მაგრამ გავუკეთო ერთგვარი reframing. რა არის reframing მაგალითად, რომელიც მე ქალბატონმა ნანამ მომცა ეს ინფორმაცია და მნიშვნელოვანია ჩემთვის დღემდე. ეს არის, როდესაც პრობლემას ტოვებ, მაგრამ ჩარჩოს ვით. ანუ როდესაც ის ამბობს, რომ მე მძიმე დაავადება მაქვს. მე ვეთქვი, არა, შენ მძიმე დაავადება არ აქვს, იმიტომ რომ ეს ტყუილია და ამ ტყუილზე პაციენტი უფრო აგრესიული ხდება. მაგრამ უცვლი აი ამ მოცემულობას, ამ პრობლემას უცვლი ჩარჩოს. ხო, შენ მძიმე დაავადება გაქვს, მაგრამ ამაში ჩვენ ერთად ვართ. ანუ იმ მოცემულობაში, რომელიც არის ესეთი პრობლემური, შენ შეგაქვს პოზიტიური რეალობა, პოზიტიური ნოტა, მაგრამ ეს არის სიმართლიდან აღებული პოზიტივია, ეს არ არის ტყუილი, ეს არ არის, არა, შენ ხომ არაფერი იქნებ, შენ არაფერი არ გჭირს, ეს რომელიც ხა პაციენტისთვის ეს ტყუილი იქნება, შეგაქვს რეალობიდან, სიმართლიდან აღებული პოზიტივი და ესე უკვე ნელ-ნელა შეიძლება მასთან ერთად უფრო პოზიტიურ რელსებზე გადახვიდე. ბლოგში წერს, რომ ჩვენი ოჯახის მდგმური გახდაო C ჰეპატიტი, ჩაგვისახლდაო. და რაღაცა გარკვეულწილად აისახებოდა ურთიერთობაზეც თავდაპირველად. ნამდვილად ჩაგვისახდა პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველანაირად აისახება იმაზე, რას ჭამს, რას სვამს, მაგალითად მარილის მოყრა შეიძლება ადამიანისთვის, რომელსაც ჰეპატიტი აქვს, რომელიც დიეტაზე მარილის გაკეთება შეიძლება საჭმელში, იმიტომ რომ ამ დროს კრისტალები იშლება, მაგრამ მოყრა არ შეიძლება. ამიტომაც ჩვენ ოჯახში არც ერთი წევრი არ ვიყრის მარილს, იმიტომ რომ ეს ირაკლისთვის იქნება ძალიან დიდი ცდუნება და რომ ჩვენ მის თვალწინ მოვიყაროთ მარილი. ალკოჰოლი არ შეიძლება, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ, რომ საღამოს ისეთი ვთქვათ რაღაც დავგეგმოთ, ისეთი რამ მოვიფიქროთ, რაცშიც არ იქნება მნიშვნელოვანი ძალება, იმიტომ რომ ყველა სვამს, ირაკლი არ სვამს, არც ეს სიტუაცია არ დაულევია ბოლო 7 წლის განმავლობაში და ძნელია ადამიანისთვის იყოს ისეთ გარემოში, სადაც ყველა სვამს, ყველა თვება მის გარდა. და რამტომ გადაწყვეტეთ და ყველა პაციენტსაც აქვს ღვიძლის პრობლემა, აქვს ხასიათის ცვლილებები, აქვს დეპრესია ხშირ შემთხვევაში და ფაქტიურად მდგმურია ჰეპატიტი. და თქვენ გადაწყვეტეთ მთელმა ოჯახმა, რომ გადაერთოთ ცხოვრების იმ წესზე, რომელიც მისთვის იქნება სასარგებლო. თქვენ აქვე ამბობთ, ძალიან ხშირად გვიფიქრია, რა კარგი იქნებოდა მის გარეშე, მაგრამ რაღაცა მარცვალით მოუძებნე დადებითია და იმისთვის, რომ ოპტიმიზმის ნოტაზე გადავერთოთ ჩვენი მსმენელებიც, რა არის ის დადებითი, რომელსაც თუ შეიძლება რომ მოეძებნოს და როგორც ჩანს თქვენ აღმოაჩინეთ ეს და გაგვანტეთ, რა არის ის დადებითი, რა
გინახათ თქვენ? ნებისმიერი უბედურება, ქალბატონიდან უბედურების ბედნიერებაზე ლაპარაკობთ. ნებისმიერი უბედურება ოჯახს აერთიანებს. ადამიანებს ეხმარება რომ გამოხატონ ერთმანეთისადმი სიყვარული და მაშინ აღმოაჩენ რამდენი ახლობელი ყავს, რამდენი გულშემატკივარი ყავს. და ალბათ ამაშია მარადისობის კანონი, რომ შეეხიდო შენს, ალბათ კი რა ამაშია, რომ შეეხიდო შენს საყვარელ ადამიანს და ხშირად როდესაც ყოველდღიურობაში ხარ ჩაბმული, რუტინაში ხარ ჩაბმული და ფიქრობ იმაზე, როგორ იმუშაო, როგორ შევო ფული, რა ჭამო, სად დაისვენო, როგორ გაერთო, იმაზე ფიქრს ვერ ასწრებ. რამხელა სიმდიდრეა შენი ცხოვრება, რამხელა სიმდიდრეა ყველა ის ურთიერთობა, რომელიც გაქვს. ჩვენთვის ძალიან დიდი სიმდიდრეა, რომ ჩვენ ყავს ერთმანეთი, ასე ყავს ფანტასტიკური ოჯახი, რომელიც ყველანაირად გვეხმარება. მაგალითად, აი ხო კიდევ ერთხელ გადაწყობთ და მისმა დედამ და ბიძამ გადაწყვეტეს, რომ დაანებონ მოწევას თავი. თითქოს ეს აბსოლუტურად არაფერია, ისინი ცხოვრობენ თბილისში, ჩვენ ცხოვრობთ ლონდონში, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს მორალურად უდგებიან ხარში. ჩვენ ვცდილობ მე შემეძლოს შენს კიბოს მე ავიღებდი ჩვენ თავზე, რომ შემეძლოს მე გავაკეთებდი ამას შენს მაგირად და რამდენადაც ეს არ შემიძლია, უბრალოდ გაჩვენებ, რომ მეც რაღაცნაირად ვცდილობ, რომ მეც რაღაცნაირად ის გზა გავიარო, რაც რთულია, იმიტომ რომ ადამიანისთვის, რომელიც მოწევა 16 წლის ასაკში დაიწყო და 45 წელი ხარი დანებებაც რთულია, შეიძლება ისეთი რთული არა, როგორც ინტერფერონის მკურნალობა, მაგრამ რთულია და აი ეს არის ის უბედურების ბედნიერება და ის მარადისობის კანონი, რაც აძლიერებს ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა, აქ მნიშვნელოვანია ალბათ ის, რომ ირაკლი არ გაჩერებულა შემოქმედებითად არც ერთ ეტაპზე და ბოლომდე აკეთებდა თავის გასაკეთებელს ყოველთვის. მკურნალობის რა ეტაპზე ხართ, უნდა მეკითხა, მაგრამ თავად აღნიშნეთ, რომ უკვე იწყება მკურნალობის მომდევნო ეტაპი, ირაკლი თავის ბლოგში გამოთქვამს იმედს, რომ ძალიან რთული ეტაპი იწყება, მაგრამ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, ჩვენ ცხოვრობთ დიდ ბრიტანეთში, სადაც არის ფანტასტიკური შესაძლებლობები. მთელს მკურნალობას აფინანსებს სახელმწიფო, ასევე სახელმწიფო აფინანსებს ოჯახის წევრების თვით დახმარებას, მე შემიძლია უფასოდ მივიღო ანტიდეპრესანტები, უფასოდ მივიღო ფსიქოლოგის კონსულტაცია, თუ ამის საჭიროება იქნება. ასევე BBC არის ძალიან კარგი დამქირავებელი, რომელსაც ყველანაირად ეხმარება, მაგალითად აი ამ პერიოდში პაციენტი გაღიზიანებულია, მას უჭირს დედლაინებთან გამკლავება, არადა ნიუზრუმში ჩვენ ჟურნალისტურ საქმიანობაში ძალიან ძნელია რომ ყველაფერი მოასწრო. თუმცა BBC როგორც დამქირავებელი ცდილობს რომ ის მაშინ უფრო სხვა სახის პროექტებზე გადართოს, რომ მისი რესურსი გამოიყენოს მკურნალობის დროს და თან დამატებითი სტრესი არ შეუქმნას მას. ყველაფერი ეს არის ჩვენთვის იმდენად ამარტივებს ჩვენ მდგომარეობას, რომ სწორედ ჩავთვალეთ, რომ ჩვენ ერთგვარად პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვართ, აი ამ თუნდაც ძალიან მძიმე მომენტში და სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს ბლოგი, სადაც გვინდა რომ აღწეროთ ყველა ეტაპი. როდესაც ბრიტანეთში მკურნალობას იწყებს, ვიხარ ექიმზე და ის გაძლევს უამრავ ინფორმაციას, უამრავ ლიტერატურას, სადაც ისინი, ვინც ეს მკურნალობა უკვე ჩაიტარა, დეტალურად აღწერენ, როგორია პირველი დღე, როგორია მეორე დღე, რაც უნდა ელოდე, რითი შეგიძლია შეიმსუბუქო შენი მდგომარეობა. ეს ყველაფერი საქართველოში არ არის და რაღაცნაირად შევავსოთ ჩვენი ბლოგით, დიახ. თქვენ კი ცდილობთ ამ ნაბიჯით ქართველებს გაუწევთ დახმარება ამ კუთხით. ძალიან დიდი მადლობა ნათია იმისთვის, რომ გადაწყვეტეთ გადაცემაში ჩართო, გამოჯანმრთელებას უსურვებ ირაკლის და ძალიან ბედნიერად ცხოვრებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. უღრმესი მადლობა, გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. ეს იყო ნათია აბრამია ლონდონიდან, რომელიც ირაკლი იმნაიშვილის დიაგნოზზე და იმ პროგნოზებზე საუბრობდა, რომელიც მას ჰქონდა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც მთავარია, უნდა იყოთ იმედიანად განწყობილები, როგორც აღნიშნა ნათიამ. ამის გარდა უბრალოდ არაფერია დარჩენილი, გარდა იმისა, რომ იმოქმედოთ, მოიძიოთ ინფორმაცია, მაქსიმალურად გააკეთოთ თქვენთვის საყვარელი საქმე, ამაზე მოგვიწოდებ და კიდეც ნანა ჩაჩვა იმისთვის, რომ როგორმე თავი დავახციოთ ამ ერთგვარ ჩარჩოს და რუტინას. შეისვენეთ და გაატარეთ ლანჩ ტაიმი ნინი ხუგაშოთან ერთად.